გასულ ეპიზოდში თქვენ ნახეთ. ირაკლის წასვლით დაღონებული მარიამი და מחვილივით მტკივნეული პასუხები. ვინ არის თქვენში ყველაზე ჭორიკანი? შერკინებაში გამარჯვებულმა ქეთიმ სასურველ მამაკაცად გიორგი დაასახელა. შაკოს შენიშვნებით გაღიზიანებული ქართული ტომი. მაგაში არეუბნები და ზუსტად ლაპარაკობ. სადაც რთული პირობები გვაქვს და უფრო მიმძიმებს აქ ყოფნას, რა მივთურებს. კუნძულიდან გაგდების შიშით მარიამმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ჩავა, ყველა უთვლი უკვე ყველა რეკორდი მოხსნილია. არ შეგიძლია ჩავუყო. გაერთიანებული ქართული ტომი კუნძულზე ცხოვრებას შაკოს გარეშე აგრძელებს. მე ყველა ძალიან მიყურებთ. ვინ იქნება შემდეგი? მაგრამ მეხმარება დილის გამხნეველი ვარჯიშზე, მაღრიძებს, მაცოცხლებს და მოვდივარ მაგარ ჯანზე. შემოდი ჩემში. დილიდან ვარ კარგ ხასიათიანოს ჩემართებით გავიღუძეთ. მიუხედავად რომ გუშინ ერთ-ერთი კონკურსანტი შაკო წავიდა ჩვენ ტომიდან. Ну ეს გარდაუვალია, ყველა წავალთ ალბათ ადრე თუ ვია. Selavi my friend. დანაკლისი, ყველაზე დიდი დანაკლისი ისაა, რომ ადამიანები ერთმანეთს ეჩვევიან და მერე თამაშის წესების გამო ემშვიდობებიან. ეს არის ყველაზე დიდი დანაკლისი. კი, რაღაცა რო გაკლია თვალში ეგრე თავისთავად. აი უფრო თითქოს არაფერი რა, ერთიც ნაკლები გავხდით, მაგრამ მაინც ადამიანი გაკლია თვალში რა, ეგეთ სიტუაცია. Things. და. არ გისმენთ. შაკო დაგაკო და რეკავდა. ფალში თუ გულში თუ დაგაკდა კარგად ხონია. თვალში ან სულიერად. ვერ მეძინა. ესაც ვერ საჭმელის ვერ ვჭამი. ისე არ ჩამილი. იმდენი მქონდა. ჩაიც კი არ დაულევია დილას. ალბათ გამილის ერთ ორ დღეში. მაგრამ მე სხვა წავა. და იგივე. შევა მოვყე შეში. წინა იმუნიტეტის თამაში და შერკინებაში გოგონებმა გაიმარჯვეს. დღეს მამაკაცებს რევანშის შანსი მიეცა. ქართველი რობინზონები დღეს ამერიკელი კოვბოების თამაში შეერკინებენ. გამარჯობა. დღევანდელ შერკინებას ჰქვია ლასო. შერკინება ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე ყველა მონაწილე შეეცდებით ლასოთი თქვენსკენ მიიზიდოთ ეს სამიზნეები. მეორე ეტაპზე გადის ის ორი მონაწილე, ვინც ყველაზე ადრე შეძლებს ამას. მოემზადეთ? 3, 2, 1, დაიწყეთ!
მარი პირველი. გიორგი მეორე, მორჩა. მეორე ეტაპზე გავიდნენ მარი და გიორგი. დანარჩენებით შეიძლება უკან ჩასხედით დროშებთან. გიორგი, მარი, თქვენ გაიარეთ პირველი ეტაპი, ეხლა დაიწყება მეორე. რა ხდება მეორე ეტაპში? თქვენ ხედავთ ამ ხუთ სამიზნეს. იგივე ლასოთი თქვენ უნდა დაიწყოთ პირველი სამიზნიდან. პრინციპი იგივეა. ესვრით და სამიზნე უნდა მიიზიდოთ თქვენკენ, აიღოთ ხელში. ვინც პირველი მიასწრებს შუა სამიზნემდე და პირველი აიღებს ამ სამიზნეს, ამ ჯოხს, ის იქნება გამარჯვებული. გიორგი, მარი, მზად ხართ? 3, 2, 1, წავიდა! გიორგის უკვე აქვს პირველი სამიზნე. მარისაც ერთი სამიზნე აქვს. შანსები გათანაბრდა უკვე. მარის უკვე მეორე სამიზნე აქვს. მარი დაგჭა მთავარი. გიორგის მეორე სამიზნე აქვს უკვე, დაგჭათ ერთი. და მთავარი. ფაქტობრივად ვინც დაასწრებთ, ის იქნებით გამარჯვებული. დარჩა მიზიდვა შენგენ. ჯერ გამარჯვებული არა. გამარჯვებული გიორგი. გილოცავ, მარი. ჯაჯიქი დროშასთან. გიორგი, გილოცავ, შენ გაიმარჯვე შერკინებაში. ეხლა რაც შეეხება ჯილდოს. აქ არის 1000 მალაიზიური რინგიტი. საკმაოდ კარგი თანხაა. შენ შეგიძლია აიღო ეს თანხა და უახლოეს საპორტო ქალაქში, მერსინგში წახვიდე საყიდლებზე. ოღონდ, რასაც იქ იყიდი, შენ აქ ვერ მოიხმარ. იმას დატოვებ და როდესაც დაბრუნდები შენთან სამშობლოში, უკანასკნელ გმირად თუ არა უკანასკნელ გმირად, შენ წაიღებ ამ ყველაფერს. მაგრამ მეორე, გაქვს სხვა ალტერნატივა. შენ შეგიძლია უარი თქვა ფულზე და სამაგიეროდ მთელი ტომი დაპატიჟო პიცაზე. მოფიქრებისთვის გაქვს 2 საათი, 2 საათის მერე მე მოვალისებ და შენ მეტყვი შენს გადაწყვეტილებას. ფული და საყიდლები შენთვის თუ პიცა, ანუ საჭმელი მთელი ტომისთვის. ეხლა დაბრუნდი. კიდევ ერთხელ გილოცავ. რა გადაწყვეტილებას და მე მგონი თითო ხდება. შეიძლება მაინც დარწმუნებული ხარ, იქნება ერთი პიცა. 9. არა, 9. აიღო და გვანახა რა. 9-ვე აღარ დაიჭირა. ეს გოჭმე. ალბათ. 2 საათშიო. ესეთ გარემოში საჭმელი არის ყველაზე ძვირფასი. ხალა ფული შეიძლება ძვირფასი, ვის რა თუნდა ფული აი რა. როდესაც წამყალმა გამოაცხადა რა პრიზი შეიძლება ყოფილიყო, ან ერთი ან მეორე, გადაწყვეტილება იქვე მივიღო. რა თქმა უნდა, ერთი პრიზი ძალიან მაცდური არის, იმიტომ რომ 1000 რინგიტი არის დაახლოებით $350-მდე. ისეთ ქალაქში როგორც მერსინგია $350 შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყიდო. კარგად ეს მოელქინო, კარგად ეს დაისვენო. აქ არის ყველაზე მაგარი ულამაზესი სავაჭრო პორტი, გახვალ. ნორმალურად შეჭი, ან საცმელს რაღაც მიიხდებს.
შეჭამ ყველაფერს რასაც ადამიანად იგრძნობს თავს. $300 სულ ხო მეტი ხო არ არის არა შეიძლება არც იყოს რაღაც 200 რაღაც 400 ლარი ცოტა მეტი და მოგვი 400 ლარი ისე დაგვიждება 10 კაციანი ქეი მოიგო და არის პირადი მე პროჭობის მიერო მიუთითებს გინდა თუ არა შენთვის დახარჯე ხლა არის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი აზრით რომ ამდენი შოში ასავე პირდაბრჩენილი ხალხი საჭმელს რო ელოდება მარტივი ხო რომ დედა ჩაუგდეს პირში მატრს რაღაცას ხო ისე არის ჩვენთვის და ანუ ვავა არა ჯერ ვიკამათოთ მაინტერესებს თქვენი აი აუცილებლად პირდაბრჩენილი ხალხი გიყურებ და არ წახვიდე პირადი გადასაწყვეტია ეხლა მე როგორც გავიცანი ეს ადამიანი არ ამგონია მაგას ბევრი იყო ხმაურს აქ ყველა ესე მოიქცეოდი ნებისმიერი ესე მოიქცეოდა так что ჩვენ მოვიგეთ იმიტომ რომ გიორგი მოიგო იმიტომ რომ გიორგი ესეთი ტიპი რომ ასე ვთქვათ საკოს მოგვიტანს ანუ ჩვენ მოვიგეთ ის რომ გიორგი მოიგო ამ შემთხვევაში იცით რა შეა საქმე აი როდესაც ერთმანეთს უყურებთ რა აი ბავშვები ხშირად ამბობენ რომ აი ძალა აღარა მაქვს ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ არა იმის შეჭდა რა პოპულიზმი რაღაც ოკეი გადაწყვეტილება მიღებული ოკეი დამთავრებული ამაზე გამოს აშკარად. არა, ჩვენ არ გამოთქვით. ჩვენ ფანტაზიას მივეცით გასაგანი. მე და გიორგი ფინანსი ყველიან და ტომატიან პიცაზე რა. აი თუმია. მაგრამ მე არანაირად არ მინდა რომ ჩემი გადაწყვეტილება იყოს რაღაც პოპულიზმი ან ასე შემდეგ და ამას შეხედონ ისე რომ გუნდის წევრებმა რომ რა თქმა უნდა ალბათ ცუდი ადამიანის სახელს გვარ დატოვებ და მე ჩვენ ხომ მას მინუს დაუწერდით. არანაირად მე ამაზე არასდროს არ მიფიქრია აქამდე და არც ახლა არ ვფიქრობ. სიტუაციაზე მე რომ არ დავაპურო ხალხი და მე ყველა მე დამიწეროს ისა და მივხვდები რომ მე დავაშავე და მიტოვას დამიწერეს ცუდი ტიპი გამოვდექია ცუდი ტიპი ბჭყალებში კი მაგრამ ცუდი ტიპობა მარტო ამითი გადაწყვეტა ვახო შენ ეხა ამითი გაგიცნობდით ამდენი ხანი ერთად ვარ ხო და არა მაგას იზა უკვე მიზეზიც არის დასახელების არა ეგ არ ამგონია ტომთა საბჭოს ეშინოდეს უბრალოდ ლამაზი არ იქნებოდა ის ლამაზი არ იქნებოდა წასულიყო და მარტოს დაეხარჯა უცა ქონდა შანსი რომ ყველასთვის ეწილადებოდა არა ოღონდ როგორი რაღაცა გიორგი გამოდი შენ ცოტა წინ შენ შეგიძლია ამ შენ მოიგე თამაში შენ მოიგე შერკინება ეს 1000 რენგით რომელიც შენ შეგიძლია აიღო საყიდლებით პიცა რამდენიც ხარ იმდენივე პიცა თელი გუნდის რომელსაც ჩა წამყვანმა 9 პიცის კოლოფი ესე დაანახა ჩვენ უმწუთას შეგვეცვალა ყველანაირი მე პირად გავგიჟდი და უთხრა რომ აი ან აირჩია მარტო შენ გულობ ან აი ამ ხალხს აპურებ და მოიმკი უკვდავებას პიცა გიომ პიცა მოგვიტანა გიომ გიორგი კიდევ ერთხელ გილოცავ ეს გაერთეთ ჭამეთ აიღე ყველა მაიღო სხვადასხვანაირებია ინდა თვითონ აჭერი გავცვალო თვითონ შევჭამოთ მე ყველიანი მე მომერთ ნაკილი ეს მოვცემ კაი დავარ კაი თან აუ ერთი შენ აი და მომერთ გამაგაია აი ხა ვიბზენ ძაი რომ ვარსებ მომე რა ეგეთ კუჩი ჩამდის საჭმელს აი კუჩი ხო იგზო რაღაც ეხლა რომელ 1000 რინგით ჯობდი ჯობია ეს ემოცია რაც იღაჩვენა აი 1000 დოლარი შეუფასებელია აი რა მყედა მნიშვნელობა აქვს აი რაღაც მომენტს რა გული არა ქაღალდი
აი მოდა შედარება. ჩემი არდაგი ადამიანურ საჭმელს მოჭამ არ მიჯერ არა. არც მე. თუ არა შენი პორტყალს რო არ ჭავდა გოგო. მიძიები და 18 დღეში ერთი პიცა. დანა გადმოვა. მესამე. დღის განმავლობაში მშივრებს ესე რო აჭმევდა ესე გემრიელად, აი ამაზე მაგარი პრიზი არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო რა. გოგოსი მადლობა, რითი შეგვიძლია გადაგიხადოთ. ხო. დღეს მოვაწყოთ ამე ფარტი ღამე, ცეცხლთან. აი, გაიხარეს, მაგას მაინც გეტყვია გიორგი. ესენი ჭამელებია რა ჭიახა. დავნაყრდით მაგრად ვართ, ვიბანავეთ და ხალი ავახილეთ და გამოჩნდა ქალები და კაცები ჰორიზონტზე. ეხლა სილამაზეზე დავფიქრდით. ანანდა თავიანთ პოპებს ყურადღებას არ აქცევ. ეხლა უკვე აქვს. ეხლა თვალები აახილეს ბიჭებმა და დაინახეს ტაკუნები. დაუწყეს საკუთარს ვერ დაინახავ საკეთო არ გაქვს. აქ საკი არა გვაქვს. შენ მუცელსაც ვერ ხედავ ძუძუები გიშლის. კარგი. და პლუს. დიაში მოესწა და როგორ? არა, გუშინ რაღაც ესეთი როლის თამაში მომდედა რა ქვია, კუნძულზე მეგობარი რაღაც რომელმენა. უჩქისთან და ქეთისთან მივედი და წარმოვიდგინე ვითომ პლიაჟზე წვანან და ზაგრავენ და გაცნობა დაუწყე რა. ჯეჯობით ჩემი მუცელი ინელებს პიცას და განვიცდი ძალიან დიდ განსხვავებას. ეხლა დავაყოლებდი რა ვიცი. ჯეჯობით არაფერს. გემრიელ ქალს არ დააყოლებდი ახლა. ახლა რა ვიცი, ამაზე არ საუბრობენ და. რატო არ საუბრობ? არა ისე მეჯდუნავი. რამდენი ხანი აქ ვართ უკვე და მარტო ვფიქრობთ რაღაც თავის გადარჩენაზე ის როგორ მოვიპოვოთ საჭმელი ხვალ რა ვქნათ ეხზე იგი აუ როდის მუცელს როდის გავიწყობ და ცუდად ვარ და უცებ რაღაც თემა ფიგურა შენ რაღაც უკანა ნაწილი არ გივარგა შენ წინა ნაწილი უნდა გაიზარდო ის უნდა ივარჯიშო მე უცებ გადავედით სექსზე ხო რა ჯობი აქ ქვიშაში და პლაჟზე და განვარტოვებულ კუნძულზე მარა ხო არ ვფიქრო აქ ამაზე რა ხოდა რა ვფიქრობ ხოლმე ცუდად და წყალს ჩავდი აუ მართლა გიო ხო და ამიტომაც არ ვფიქრობ сексом надо заниматься а не разговаривать а ესე უყურებ ამ ყველაფერს რა რატომაც არა ისე ვინ გვიშლის ხელს მარა დრავით და იქნებ ღამით რა ხდება ხო ბუჩკი უცებ დააფარებ თორე გცემთ აი აი აგე კიდე ორი ცალი აი გადმოცვა აი კიდე და მენაცვა აი ვახშამი გველოდება ცეცხლი არა ვარ ეხლა ჩვენ ავანთით ცეცხლს და რაც არის მაგათ მაინც შევჭამთ რავი წვავთ და ისაც სურვილი ექნება გააჭირე და ესე დიაინ და თქვა აზრინა აი ცეცხლი ცოტა რო სწორზე დაანთით არა მაგას ჩამოვიდეთ კიბორჩხალები უნდა ჭამოთ ესე იგი ყოველ ღამეს გავსა ნელ-ნელა შევეჩვიეთ არა ვაზარი არა თავიდან ძალიან გავიჭირდა ისიც არ ვიცოდი საჭმებოდა რა და ნელ-ნელა გავუცგა აი ესეთ რაღაცებს რო ხედავ გავითხოვ ცნობიერად ერთი კვირა ესე ვიჯექი ღამე სანამ მე არ გადავიდა
საჭმელი არ მოვიპოვოთ. არ დავიდეთ საჭმელს. ბაზარში? მთელ დავთ. ჰა? რამე ხო უნდა დავაკეთოთ, რომ ჭამოთ. უზური ვახურია. და თუ არის ლუარსაბი. და თუ უნდა რომ იწვეს და არაფერი არ გააკეთოს. მე რომ შია დავკარა მაწლენა. იმას რო შია შენ თუ გჯერა რომ დაიჭერო შენ ჩახდი. არა, მე რომ შია შენ კიდიაო. გიკითხება ადამიანი. მაკასეთი ამბავია რა, კარგი დასილი არის. კარგი სასილი არის? სიტყვაზე თუ გშია ჩადი რა, აუქნეხატო. მე არ მშია. რატო გაბრესდი მოდი. შენ და თევზავ შენ. არ არის პრობლემა, ამისგან არ ვქნი პრობლემას. დღეს ვახოც ჩამოვა, დათოც ჩამოვა. მე ჩავსულა მილიონჯერ და მithevzavია. არა, ნაკლებჯერ არ ჩავსულვართ, არ ვთქვი, მაგრამ ეშლება. ნაკლებჯერ არ ჩავსულვართ, რა. მე 19 დღეა წევხარ. სადაც ხა თუ არ გევასები, იქ სხვა საკითხია, მეც ვერ გიტან გამიგე და იმიტომ თუ ამბობ რა, ხა. შენ პოზიორო, შენ ხარ ისა. ახლა არ მინდა გითხრა რა, რაც ხარ რა, პროსტა მიტყდები. ყველამ კარგად იცის რაც ხარ რა. გაჩერდით რა, აი ეგეთი საუბარი არ მინდა მართლა რა, არ გვინდა. თუ შეიძლება რა? პროსტა მომახტები ხოლმე რა, იმაზე რა, რა გინდათო, არ გიხები ხო, ზიხარ შენთვის და მაინც და მე მოხვიდე დამქაჩო მე რა, ხო? ჩელეს ფანი რო იყო და მე რო დავწერე გაგდებაზე რო დარბოდა რო არ გააგდოთ გეხოცებით, ხმებს რო აგროვებდა რა. თითქოს ის იყო რა ქვია, არჩევნები. და მაგონჩი აქ ჯინი და დარბის ეხა და რაღაცებს ბიშინებს მიდევს რა რომ შენ თუ არ გააკეთებ და შენ თუ არ მე რა ჩემი გულიზე მოდიოდა ეს აქ რომ მე ვაჭმევდი და ვასმევდი შენს გარდა ანტიპატიურად განწყობილი არავინ არ არის ეგ შენ ხარ ეგეთი ჭკვიანი და ეგეთი კეთილი მარტო აქ გამანებე თავი წადი რა ან მე გავალ მე შენ რო იქნები შენ უცდობ რომ ვიღაცას რაღაც უთხრა ან შენიშნა მის წინ რაღაცა რა მე ერთ რაღაცა შევატყვე შენ რო გშია შენ მომენტ მიძიებ შენთვის იჭერ და აკეთე პრობლემაა ყველა აქ თავისთვის გადაწყვეტავს და შენ ნათქვამიდან იწევ რაღაც დისკუსიებს და მე რაღაც კონფლიქტს დაწყდი არ გინდა იყოს კონფლიქტი არა კონფლიქტი მაინც იყოს მე თვითონ გიორგი წევიდა ხო ვისაც ამწამს შენ რო გაჩუმდიო რა წესიერად სიტყვები შეეწენე რა ლაპარაკი ვაფშე ნორმალურად მე ლაპარაკი კაცი გეუბნება გაჩუმდიო იწვევ შეგიძლია ზრდილობიანად მითხრა რაც გინდა და თუ შეიძლება ზღვასეთი ნუ გადადიხარ რა დისკუსიებს იწვევ ზრდილობიანად გოგონა კიდევ ერთხელ იტყვი რაღაცას უზრდელურს აი მარიამ ამოვიდა მარიამ გამოგიდა წადი რა შემეშვა ასე კიდე წადი არა ერთი წამი ეხა ბოლოს და ბოლოს მართლა ადამიანებო და ეხა ჩვენ არ გვინდა თქვენი რაღაცა უთანხმოება და გარჩევის მოსმენა და ჩვენს გამო მაინც თავი შეიკავეთ და ნუ მომასმენინებ ერთმანეთის ჭამა საჭმელს კიდე არავინ არ მაჭმევთ რა როცა შია მე ვაკეთებ იმას მე ნუ დამაბრალებ შენ თუ არ გაჭმევენ რა მე ნუ დამაბრალებ რა მე ენთუზიაზმზე მაინც რომ რამე გავაკეთოთ და არ გვეწევენ მარტო ხარ იმის აზრ რამე გააკეთო წადი და გააკეთე ჩემი გაკეთება არა შენ რო ხარ მარტო მე ხალხი რატო ჩხუბობს ერთმანეთში ეგ არ ვიცი მაგრამ დათუს რატო ეუბნებიან არაფერს აკეთებო ეგეც არ ვიცი იმიტომ რომ მეც არაფერს არ ვაკეთებ ნუ მით უმეტეს გამოსადე გარს არაფერს არ ვაკეთებ და რა მე არაფერს არ მეუბნებია აი გაიჭირეს ამათო კიბორჩხალები წავიდნენ ეხლა და ჭამონ რა არ ჭამე კიბორჩხალებს არა ჭამა არა არ ავდგები მე არ ავდგები არ ავდგები ადგები შენ ვახო ეხლა მაგარი ჩაატარა შენ ადგები ეხლა აი საერთოდ თო აკია სადნავდგე მაგრამ кайფო აი შენ ადგები ეს ტრუპია ამას თქმა აღარ ჭირდება არ ვიცი მარიამს ერთ რიმაში ბაია მაინც პატარა ასაკით რათო 10 წელი დაახლოებით უფროსია რა და მაინც ნუ მოერიდოს მაინც სამ ცოტა ტიპია ხო მუზიკია რომელიც არის რაღაც ბოქსიორი თუ რაღაცა კაიგე და იმდენი არ ქნასო საერთოდ რაღაც გაიჩალიჩოს მეთქია შენ ძალიან აპროტესტებ ხოლმე და რა გინდა ვერ პროტესტებ იმიტომ რომ არ გვინდა რა ეს რა არ გვინდა შენ ხვის მაგირად ყველას რატო აპარაკე ამათ რო უყურებ თვალებში მის
თვალები მეუნება თვითონ მეთქვა შენ ხარ ამათი მამა აზრებს კითხულობ თუ რა ხაზა შეხედე ხა უნდა ამას ყავში ეთოში გადაიდოთ ესაობა მოწადინებული ხარ გადაიდო არა რა გარიყული ვისა არა მგონია რომ დღევანდელი იმუნიტეტი მოვიგო მე ესეთი შემართებით და ესეთი ენერგიით მაგრამ რას ვიზნით ძალიან დახლილი ვარ და ძალიან მშია და ძალიან მცხელა და ძალიან ცუდად ვარ და საერთოდ არ მინდა ახლა იმუნიტეტის თამაში მართალი შემკითხე საბედისე რომ მე-9 ტალღამ ფარვანას თავისუფლება მოუტანა. მაგრამ სტივ მაკუინის კინოგმირისგან განსხვავებით ჩვენი გმირები კუნძულიდან გაქცევას არსად არ აპირებენ. ისინი 9 არიან და იმისთვის რომ კუნძულზე დარჩნენ, ისინი დღეს იმუნიტეტისთვის იბრძოლებენ. გამარჯობა. დღევანდელი იმუნიტეტის თამაშს ჰქვია ფარვანა. თქვენ ხართ 9. თქვენ წინ არის 7 დაბრკოლება. თამაშის დროს თქვენ ეტაპობრივად ყველაზე სუსტები გამოაკლებით თამაშს. მეორე ფინალურ ეტაპზე გავა 2 ადამიანი. გამარჯვებული იქნება ის, ვინც სკივრიდან ამოიღებს მაჩეტეს, გადაჭრის თოქს და ჩამოაგდებს ქოთანს. ყველანი უკვე მზად ხართ? 3, 2, 1, წავიდა! დათო გადმოხდა ზვიადიც. კეთიმას მიაღწია, გიორგი, მარი. შემდეგი ნათია, თქვენ 3 დარჩით უკვე. ვახო თამარ შორენა, თქვენ დარჩით. ჯერჯერობით არც ერთს არ გადაგჭრიათ. დათომ უკვე მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. დათო, იმიცავ. 4 ადგილისთვის უკვე 5 განაგზობ ბრძოლას. ზვიადი არის მეორე. ჭვარი ჭრება, არი ჭრება ცვეჩიან მოინა. გიორგი ხელები გაითავისუფლა, გადასულია უკვე ფეხების ბორტზე. თქვენ 4-დან მხოლოდ 3 შეძლებს შემდეგ ეტაპზე გასვლას. მარემ გაითავისუფლა ხელები. კეთიმ გაითავისუფლა ხელები, გადავიდა ფეხების ბორტზე. ყველას დარჩა მარტო ფეხები გასათავისუფლებელი. გიორგი უკვე ყველანაირად სტიმულს გადახედა. კეთი ხოჩახ, კეთი დადექი კუნძზე. ყველაზე მოსახერხებელი პოზიცია. გიორგი არი დარჩი მათ. ნათია, დათო, ზვიადი, კეთი, გიორგი. გილოცავთ ამ ეტაპზე გადმოსვლას, თქვენ აჯობეთ დანარჩენებს. თქვენ ხართ 5, მაგრამ კიდევ ერთი დაბრკოლების შემდეგ დარჩებით 4. 3, 2, 1, წავიდა. ნათია პირველი. ნათია იყო პირველი. დათო ზვიადი. აია. გიორგი თუ კეთი რომელი გადავა შემდეგ ეტაპზე? ნათია დათო, თქვენ უკვე აიღეთ გასაღები. მე მგონი ფინალისტები უკვე ყველა მივხვდით ვინც არის. ნათია დათო ზვიადი, გიორგი, კეთი, შეგიძლიათ მანდ დარჩეთ. დათო ზვიად ნათია თქვენ დარჩით 3 და მხოლოდ ერთ-ერთ თქვენგანს ექნება იმუნიტეტი უახლოეს ტომთა საბჭოზე.
რაც ასე ძალიან გჭირდებათ. მზად ხართ ხო უკვე? 3, 2, 1, წავიდეთ. ზუია, შენ გაიმარჯვე დღევანდელ იმუნიტეტის თამაშში, გილოცავ. შენ გაქვს იმუნიტეტი, უახლოეს ტომთა საბჭოზე, შენ არ გემუქრება არაფერი. მივუც. რა გამიში ხო ვიღე? რა მაგარია. არაფერი არ მოგვია. მოხდა ისე რომ ორივე ერთდროულად გადმოხდა. უფრო რაღაც წამებში დაასრო ფინკიმ და მე დათო ზევიდან ესე ალბათ ჩამოაცვა იმ ბოკლომს ფეხი რა და ხორცები. Try to relax. Can you tell him to try to relax? Deep breath. Delivery. ხედავდი როგორ ტიროდა დათო რა მართლა ეტკინა და ასეთი ამხელა ჭრილობით თამაშის გაგრძელება მართლა ძნელი იქნებოდა. ფეხი რო არ გაეჭრა. დათო მოიგო. მაინც არაფერს არ აკეთებ და ისედაც და ეხლა რომ უნდა გააკეთოს. იწובה ისევ ისე. არაფერი არ შეიძლება. ნერსები გამიკეთეს ფეხში გამოგავდა. რა ისე ჩხუბის მე მუშტებს არ იქნებენ და ფაქტია რომ წავადი. მაგრამ ფაქტი ისიც არის რომ კარგად მივდიოდი წინ რა და განზრახული მქონდა რომ უნდა მომბო. არ და თევზაობა მინდოდა მაგრამ მე რა მუღამში მოვოდი თევზაობის. მე რო იწვი მანდ. და წვიმის მერე კლოვი არის ხოლმე მაგარი. ეხა შემოვა, ეკაკა სტრილივია. აბა ეხა როგორ ჩახვალ, მარტო ხوار და. ეხა შამაია შემოვა, საზანი, რებეცი. შამაია ხრამული ხარ, ხრამული ზირში წავა. აქ ხო სულ შამაიას ეზიან ეს მალაიზიელები. მაგრამ ვერ ჩახვალ ეხა შენ თო. ავატყობთ მარტო ხوار და თო. მართ არა, მე ხა შენთან ერთად უნდა ვიყოს, არ შეიძლება. რა, უნდა რაღაც ეხი აგიწიო, გადმოგიდო. არა ვარ მე ის ტიპი და იმ კატეგორიის ადამიანი, რატომღაც სხვის ნაშრომზე ვიცხოვრო ან ფეხი როცა საღი მქონდა, მაშინაც არ იყო ისე რომ ვიღაცის მოპოვებულს ჭამდი ან ვიღაცის აშენებულში მეცხოვროს და ეგეთი რამე არ ყოფილა და არც ეხლა შემიწუხებია დიდად ფინკს თუ არ ჩავთვლით რომ დამეხმარა და დიდი მადლობელი ვარ მაგის. ეს აქ გავჭრა თუ ამ ადგილაში უკია. დავით, კასტილი რა ადგინა, ბევრს დადიხარ ძალიან? ვაფშე ხო უნდა წავიდე იქამდე ან მოვიდე. სადამდე? ხოლე ხო დაჭირდა ჩმაფი, ამ ხვალია რა. აი, რატყულა მაღაზიაზე უნდა ხარჯოთ ახლა მთელი ისინი, ძალები და ყველაფერი. მე ვაკეთებ მაგრამ. ანკესისთვის დაგეხარჯათ, ანკესისთვის ყოფილიყავით ასე. არ არის თევზი. არის. დაიჭირე. დათოს თუ გააგდებენ დღეს ღამე იქ. იგი იმას არნიშნავს, რომ მარტო ფეხის გამოაგდებენ. ზოგს ისედაც არ მოწონს, შეიძლება ისე დაწეროს. ზოგმა შეიძლება ეგეც იფიქროს, რომ ბარემ ფეხი ეტკინა და მაგისთვის ხო არ ჯობია წავიდეს სახში. როგორც მე ვარ გამოსადეგი ორივე ფეხით, ისე არის ერთი ფეხით. არც ის აკეთებს არაფერს არც. ამ სიმძიმე რომ დააწובה, ძალიან მყარად უნდა იყოს ყველაფერი. თუ არ გაწოდეს. დღეს დავფიქრდი მაგაზე, რომ უკვე 3 დღე თუ რამდენიმე დღე დათო ვერ შეძლებს გავლას, ანუ აქ იმისთვის ვართ, რომ თამაშობთ, ხო? რა აზრი აქვს მის აქ ყოფნას? ცხოვრებაში ნაკერები არ მქონია. მართლა?
აი, პრემიერა. მე ვფიქრობ, რომ დათოს დასახელება ძალიან ბევრ ტომელს უკვე უნდოდა და ის რომ დათო ტრავმირებულია და ფეხით კივა, ალბათ ეს დამატებითი საბაბი იქნება, რომ დათო დაასახელა. ყველაზე მაგარი კასტინგი მსოფლიოში. დავით არ იზვესნი ტიპი გახდება ეს კასტინგი ეღირება 25 მილიონი დოლარი. კრისტის აუქციონი. და მოწყდა. სწორედაც რომ დაზიანებული რო აქვს შემდეგი ტომთა საბჭოს თამაშზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება. და უფალ სხვებს უფრო მეტი შანსი ექნათ გაიმარჯვონ კოჭელ ადამიანზე, ხო ხდებით? ამიტომ დღეს არ არსებობს მაგი რო გავარდეს. ეგ კაკრა საჭიროა ეხლა, ეგ ტიპი სხვებისთვის. სინესტია. რა არის ეს ადამიანები? თე არ ვიკითხავს, როგორ ახარ. რა მოგივიდა? ივა. ქოქოსი, რატო ქოქოსი? საჭმელი დაინახეს მომიტანეს. აი ხო ნახე რა მაგ მართლა უკვე ეს მურტალი ის არის კანონები, კარტაკაჟიზაცია რო არის. ნუ ეხლა არა ადამიანები ხო არა ვართ ადამიანმა ფეხი მოიტეხა და მაგიტო გავაგდოთ, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს დათოს აქედან გაშვებას, არა მგონია იმან შეიცვალოს. ანუ თუ დათო დღეს წავიდა, იმიტომ არ წავა რომ დათომ ფეხი იდგინა. დათო წავა იმიტომ რომ აქამდეც მიდიოდა. ისინი 9 დარჩნენ. გოგონების რაოდენობა მამაკაცებზე ერთით მეტია. საინტერესოა, აღდგება თუ არა დღეს სქესთა შორის რიცხობრივი თანაფარდობა. ამას ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ. გამარჯობა. დღევანდელ ტომთა საბჭოზე იმუნიტეტი აქვს სვიაც. ზათო ტრავმა მაინც ხა კოჭლობ დღეს მოხდით შირაღნის გარეშე ყავარჯენით, ხო და აი თუნდაც საჭმლის შოუნაში, კუნძულზე, უკაცრიელ კუნძულზე. ხელს არ შეგეშლის? არ ვიცი, რაღაცას გავაკეთებ ალბათ. და როგორ გონია შენი თანტომელები დაგეხმარებიან? გასაჭირში შეიძლება მტერსაც დაეხმარო, რა დაჭრილი ნახო, რა ვიცი. და გადაარჩინო. ეს ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში. კაი, გასაგებია დათო, გისურვებ მალე გამჭამთელებას, რომ მალე მოგიჩეს ფეხი, იმიტომ რომ შენ ძალიან გჭირდება ახლა. ჯამთელი ფეხი. ამ ბოლო პერიოდში მარიამ რაც ლაპარაკები იყო თქვენთან საკვების მოპოვებაზე. თუ არის ესეთი რამე თქვენთან ტოპში, რომ აი ვიღაცები ზრუნავდნენ საკვების უფრო მეტად ზრუნავდნენ საკვების შოვნაზე თქვენ ტომში. კი არის, აი გიორგი მაგალითად, რა ვიცი, სუთევზაობს. სულ. მაგრამ ვერ იჭერს. გიორგი, თუ ცდილობ რატო ვერ გამოგდის? გასაბირებთ. არ ვიცი, შეიძლება ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ამას ვაკეთებ პირველად ცხოვრებაში. პირველად ვცდილობ თევზს დავიჭირო, რაღაც შეშველი ხელებით ესე რომ ვთქვი. დრო ახლა რო ავიღოთ ეკეთი, შენ გეკითხები რო ავიღოთ ხართ 5 გოგო და 4 ბიჭი, ხო, ერთით მეტი გოგოხართ. და საერთოდ რა შეგჭირდებათ ბიჭები მაშინ, ასეთ შევხედოთ. აგერ ერთი საერთოდ უფეხოთ დარჩალავს. ერთი გინდყოფი და გინდა რა. ესე იგი 3 არიან უკვე ბიჭები გამოდის. დგანან უბრალოდ ესე, რომლებსაც თევზების ჯობია. თბილისში ბიჭი ის არ არის, ვისაც კასტრაცია აქვს გაკეთებული და აქ კიდე ვისაც ფეხით კივა ის აღარ არის კაცი რა. ამ კითხვაზე ესეთი ასოს გავცემ, რომ ყოველთვის საჭიროა მამაკაცი სრულიად უფუნქციოს რომ იყოს და აი რისთვის გჭირდება ამ კუნძულზე მამაკაცი? ნუ რაღაც მაინც იმედია იმის რომ მოდესმე შეშას მოიტანენ. ისა ხო არ გაუშვათ მამაკაცები. რა ვიცი. არა, ვერ შეიძლება. გოგონი მეტნი ვარ. შემჯგროვდნენ. დახოდი რა.
არა, ფუნქცია არ ვიცი ახლა ვის რა ფუნქციები საერთოდ არ გვაქვს გადანაწილებული, არც გოგოებს, არც ბიჭებს და აქედან გამომდინარე მე დიდ როლს, კაცის როლს აქ ვერ ვხედავ და სულაც არ ვთვლი რომ მარტო გოგოები რო დავშედ ნაკლებად სისწრაფე. მაინც რა ვიცი, მაინც საჭიროები არიან რა. აი, რა ვიცი, მიუხედავად რომ გოგონები უფრო მეტი არიან, მაინც არ გიპირებენ დაფერთხოს ასე ვთქვათ რა, ჯერჯერობით მაინც თქვენსკენ არიან. კარგი, მაშინ ნახოთ რეალურად არსებობს თუ არა ალიანსები ტომში და ის ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა ხმის მიცემის დროს. დავიწყოთ ხმის მიცემა. თამარ, შენ ხარ პირველი. ნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო ტომმა და ვინ დატოვებს თავს კონსოლს. შორენა. დათო. შორენა. დათო. მარე. დათო. მარე. 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 მარე შენ შეგეძლო გამხდარიყავი უკანასკნელი გმირი, მაგრამ ტომის გადაწყვეტილებით შენ აქედან მიდიხარ. შენ ცეცხლ კუნძულზე სამუდამოდ ქრება. შენ შეგიძლია უკვე ყოფილ თანატომელებს მიმართო სიტყვით. ძალიან მიყვარხართ, შორე პინკ, ალბათ თქვენიცით.
თქვენ უკვე 8 დარჩით. ახლა კი შეგიძლიათ დაბრუნდეთ კონსოლზე. კუნძულზე, ასე ვთქვათ, მოხვდი აბსოლუტურად ცივილური გარემოდან, უცებ აღმოჩნდი სადღაც ჯუნგლებში. ზღვაში რო აკვლები დადიან, ტყეში შეხვალ და შეიძლება გველი უცებ საიდანღაც აღმოჩნდეს რა შეიძლება, ანუ ყოველი ფეხის ნაბიჯზე რაღაცა შინელება შეიძლება მოხდეს. აი ეს ადგილზე უცებ აღმოჩნდა. რა ვიცი, ძალები შემატარა. ანუ საკუთარი თავის შეფერებისა, იმიტომ რომ 20 დღე მე ამას გავუწევდი.